უფლის იესოს სახელით ვირფასებო მადლობა მას იმისთვის რომ მისი სახელისთვის ვარ შეკრებილი და ის გვეუბნება რომ თუ ჩემი სახელით შეიკრიბებით მაშინ მე ვიქნებიო თქვენთან ამენ ამიტომ უფალი ყოველთვის არის ვირფასებო იქ სადაც მისი სახელისთვის არის შეკრებილნი არიან სადაც არის მისი პატივისცემა, სადაც მას ეტრფიან, სადაც მას ეთაყვანებიან და სადაც მას მიაგებენ საკადრის ადგილს, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ღმერთი ძვირფასებო. ჰალელუია. მე როგორც გითხარით ამ ბოლო დროს ესეთ გადაწყვეტილებაში მიმიყვანა, ესე ვთქვათ, გამოცხადება ძვირფასებო რომ უნდა ვილაპარაკო თითქმის ყველა მსახურებაზე, იმაზე ვინც ყველაზე დიდია. მე მინდა ვიქადაგო, ვასწავლო, ვილაპარაკო, ვიფიქრო, ეს დრო არ ვიცი რატომ, მაგრამ იესო ქრისტეზე, ოხურეთის კარები. ჰალელუია. მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასებო ყველაფერი, რასაც იესო ქრისტე ამბობდა თუ ვინ იყო ის. ეს გააღეთ და მაგი იყოს დახურული. არ გააღოთ ფანჯრები. თქვი ხო ერთხელ. წინა 2 კვირის წინ მე ვილაპარაკე იმაზე რომ იესო არის გზა ძვირფასებო გახსოვთ? ყურადღებით აქეთ. ყველა მაგეთოს თავისი საქმე რაც დავალებული აქვს. ამენ? რასაც არ გეუბნებიან არ გააკეთო და ყველაფერი იქნება წესრიგში. ჰალელუია. ეგრეა? დიდება უფალს. 2 კვირის წინ მქონდა საუბარი იმაზე რომ იესო არის გზა. გახსოვთ? ხშირად იფიქრეთ ამაზე ძვირფასებო. 1 კვირის წინ, ანუ წინა კვირას მე ვილაპარაკე იმაზე რომ იესო არის კარები. ჰალელუია და რა თქმა უნდა იმ მოკლე დროის ფაქტორიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უსასრულოა საერთოდ იესოზე რომ რაიმე ჩამოყალიბებული ვერსია გაგაჩნდეს. ჩვენ უფრო და უფრო დღითი დღე ყოველ წუთს თუ მასთან ვართ ვსწავლობთ მასზე რაღაცებს ვირფასებო, იმიტომ ის დიადია და ესე თქვა ჩვენი გონება არ არის საკმარისი იმისთვის რომ სრულად ჩასწვდეს თუ ვინ არის იესო ქრისტე. ეგრეა? დღეს მინდა ვილაპარაკო იმაზე ძვირფასებო და შევეცდები უფლის სულის დახმარებით რომ მან გვასწავლოს თუ რატომ არის იესო ჭეშმარიტება. და ასევე ზუსტად იგივე მონაცემით, იგივე ესე ვთქვათ ხაზგასმით, რომ უნდა აირჩიო, რომ იესო ჭეშმარიტება და მისი ჭეშმარიტება და არჩევანს, იმიტომ უსვამ ხაზს, მეგობრებო, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევნის მქონენი ვართ. ჩვენ არ დაგვაძალებს არავინ არაფერს, მაგრამ თუ ავირჩევთ იესოს ჭეშმარიტებას, მაშინ უფალი აირჩევს ყველაფერს, რაც ჩვენთვის აქვს განსაზღვრული რომ მოგცეს და შეგვიყვანს იმაში, რაშიც ვართ, მეგობრებო. ამენ. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ამოუწურავია საერთოდ იესოზე რაიმე საბოლოო გამოცხადების მიღება, იმიტომ რომ უფალი დღითი დღე გზრდის, გწვნის და გვასწავლის თავისი სულის მეშვეობით წმინდა წერილიდან. ამენ ძვირფასებო ვსწავლობთ. ჰალელუია. რა თქმა უნდა ვიყოთ ასევე შემსრულებელი მისი სიტყვის. ღმერთს უნდა რომ ჩვენ ჩავწვდეთ მის პერსონას, მის პიროვნებას, გავიგოთ თუ რა გააკეთა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენთვის. ვისწავლოთ დაფასება მისი ღვაწლის ვირფასებო, იმიტომ რომ თუ ჩვენთან ესეთი გამონათქვამია რომ ხელის გულზე მოკვერცხი რო შეიწვა დედის ამაკს, ანუ მშობლის ამაკს ვერ გადაიხდიო, რა თქმა უნდა გაცილებით აბსოლუტურად
უფრო შეუძლებელია უფლისთვის ამის გაკეთება. ამიტომ კიდე ერთხელ გაკურთხებთ იესოს სახელით, რომ იყოთ სწრაფი მოსმენაში და რა თქმა უნდა შემსრულებელი ამ ყველაფრის. დიდება და ქება ძვირფასებო ჩვენს ცოცხალ ღმერთს. მე მინდა დღეს უბრალოდ შედარებისთვის რაღაც მაგალითები მოვიყვანო დასაწყისში და შემდეგ უკვე მივიდეთ იმამდე თუ მივალთ და უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ბოლომდე ვერ მივალთ ვერასდროს. ამას გავიგებთ, როდესაც სასუფეველში დავინახავთ იესო ქრისტეს. ამენ. ჰალელუია. სიმართლე და უფალი საუბრობს სიმართლეზე, სამართლიანობა რა თქმა უნდა, სულ სხვა საკითხი და თემაა. არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ სიმართლე არ არსებობს, მაშინ იქ არის ტყუილი და სიმცდარი ძვირფასებო, მაგრამ ჭეშმარიტება აღემატება რაღაც უფრო მეტია ვიდრე სიმართლე. ის არის, ანუ სიმართლე რისი შემოწმება შეიძლება, რასაც ესე ვთქვათ, ადასტურებენ, რაც დგინდება, ვთქვათ, ერთგვარი გამოძიების თუნდაც შემდეგ, დავის და კამათის გამომწვევი ყველაფერი არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე, რომ თუ ვინ არის ვირფასებო მართალი და ამის გარეშე, ყველა ამბობს, რომ არა, მე ვარ, ერთს რო კითხო, ის არის მართალი, მეორეს რო კითხო, მეორეა მართალი, თუ ბევრი ხალხია ამაში ჩართული. რა თქმა უნდა, ყველას აქვს პრეტენზია, რომ იყოს მართალი და არ არსებობს ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ მე არა ვარ მართალი. და ეგრევე ეთიშება, ესე ვთქვათ, ამ დავას. არა და ესე რომ მოხდეს, შეიძლება ჩაცხრეს ყველაფერი. და ფაქტიურად ამას გვასწავლის უფალი და ამისკენ მოგვიწოდებს. მაგრამ ნახეთ, სიმართლეს ნივთ მტკიცებულება ჭირდება და დამტკიცება. ამისთვისაც არის სასამართლო და გამოძიება. მაგრამ ჭეშმარიტებას არ აძვირფასებო. ცით ის არის ნამდვილი სიმართლე. ბიბლიაში არის რამოდენიმე განმარტება, თქვენ შეგიძლია მე ნახოთ, სახარებაშიც და რომაელების მესამე თავშიც არის ეს. თუ რას ნიშნავს სიმართლე? ეს არის იმდენად, ესე იგი, რომელიც არ საჭიროებს შემოწმებასაც კი. არა მხოლოდ de facto, de iure ძვირფასებო, გესმით? ამიტომ მათი შედარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ რომ სიმართლე შეიძლება შეამოწმო, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ შეამოწმებ. იცით, სოკრატეს აქვს ესეთი ძალიან კარგი გამონათქვამი, რომ ჩემთან დავა და კამათი ადვილია, მაგრამ ჭეშმარიტებასთან შეუძლებელიო. ჩემთან დავა და კამათი ადვილია, შეგიძლია, შეძლებ. მაგრამ ჭეშმარიტებასთან ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ანუ შესაძლებელია ადამიანს ედაო, რატომ, რა თქმა უნდა, ეს სხვა საკითხია და არ უნდა ედაო, მაგრამ შეუძლებელია რომ ჭეშმარიტებას ედაო. და ძალიან ბრძნული გამონათქვამია. სიმართლე ზედაპირულ დასკვნებს გვაძლევს ვირფასებო. გესმით? შეხედე, რაღაც გადაათვალიერე, გადმოათვალიერე, რაღაც შეიძლება გამოიკვლიე და მივხვდი რომ რაღაც არის აქ, თქვათ, რაღაც ნაწილი სიმართლის. მაგრამ ჭეშმარიტება არის აბსოლუტურად მთლიანი მოცემულობა. ზოგადი. აბსოლუტური. რომელიც არ ჩანს ხშირ შემთხვევაში, რომელსაც ვერ ხედავ, რომელსაც ვერ დაინახავ, მაგრამ ის არის. როგორც აქსიომა, ვერ დაამტკიცებ ამას. როგორც ვერ დაამტკიცებ იესოს, თუ ვინ არის. შენ უფრო გიყვარს, პატარა ბავშვს რო კითხო, უყვარს დედა. მაგრამ რომ უთხრა როგორ დამიმტკიცებ, ის გიცინის და ვერ ამტკიცებს, შეუძლებელია და მით უმეტეს უფლის ვირფასებო, იმიტომ რომ იცით რომ დღევანდელი ჩვენი სათაურიდანაც გამომდინარე, რატო ვლაპარაკობთ რომ ავირჩიოთ იესოს ჭეშმარიტება, იმიტომ რომ მან თქვა, მე ვარ ჭეშმარიტება, გესმით? ამენ. იესოა ჭეშმარიტება. და უბრალოდ შევეცადოთ დღეს დავიწყოთ ამ ერთი კუთხით მაინც რაღაც პატარა, ესე ვთქვათ, ესკიზი გაგვეხსნას თუ რას ნიშნავს ეს. მაგალითად აისბერგი. როდესაც ადამიანი ხედავს აისბერგს,
ის ხედავს უბრალოდ შეიძლება ესე ვთქვათ რაღაც ნაწილს სიმართლეს, მაგრამ სრულ ჭეშმარიტებას ვერა, იმიტომ რომ აისბერგის ძალიან დიდი ნაწილი არ ჩანს ვირფასებო. გესმით? დაახლოებით 5%, ну, მაქსიმუმ 10% აისბერგის შეიძლება ჩანდეს, დანარჩენი არ ჩანს. ამენ, აიქიდან გამომდინარე, ზედაპირული შეფასება და მტკიცებულებები ძალიან შორს არის ჭეშმარიტებასთან ვირფასებო. მიხვდით? შენ ხედავ, მაგრამ არის, აი, რაც უფრო დიდი და ძლიერი იზრდება ხე, არ ჩანს, მაგრამ ის ფესვებს უკავია. გესმით? ფესვია მთავარი. ჰალელუია. სიმართლე არის, ესე ვთქვათ, ერთი მხარე ჭეშმარიტების ვირფასებო. ნახეთ, რა საინტერესო ჩანახატია და მინდა უბრალოდ რომ დაგანახოთ, რომ კარგად გავიგოთ, რაზე გვაქვს საუბარი. ნახეთ, ფიგურა. თუ მას აქეთა მხრიდან მიაშუქებ, აირეკლება და ჩრდილი გამოვა კვადრატის. მარჯვენა, მარცხენა მხრიდან თუ მიანათებ, გამოვა წრე. ორივე სიმართლეა. მაგრამ ჭეშმარიტება სულ სხვა რამ არის, ვირფასებო, გესმით? აი ზუსტად ესე არის. მიხვდით? ძალიან კარგად არის აქ, ესე ვთქვათ, გახსნილი ეს. ნებისმიერი ფიგურა, აი ფანარით, სიგნალეში რომ მიანათო, რა მოცულობასაც დაიტევს, ის იქნება ჩრდილი, გამოსახული. ერთი მხრიდან შეიძლება სულ სხვა ფიგურა მოქცეს და ფორმა, მეორე მხრიდან სულ სხვა, მაგრამ არც ერთი არ არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ მთლიანად უფალი აი მთლიანად გარემო იცავს ყველაფერს რა. ერთი ესეთი საინტერესო ჩანახატიც არის, მინდა განახოთ ვირფასებო, ჟირაფი ხატავს ქალბატონს. სიმართლეა, იმიტომ რომ ის ზემოდან ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ცილინდრს. ამენ? მაგრამ ცილინდრი არ არის. ვინმე ვერ მიხვდება შეიძლება რომ ანახო რა დახატა. მაგრამ როგორც დაინახა ადამიანმა, როგორც ხედავს ადამიანი და რასაც ხედავს, რაც უნდა ხშირ შემთხვევაში ეს არის ძირითადად მისთვის სიმართლე. გესმით? აი დავარო არის და სამწუხაროდ მორწმუნეებში. ის იმ პატარა კუთხეს ძალიან შემოსაზღვროს. ხედავს, რომ ის ამაში მართალია. მაგრამ ეცეთ ღმერთი გვიხსნის, რომ შენ რო სრულ სიმართლეს სურათს ხედავდე და ჭეშმარიტებას. მაშინ არც დაიტოვებ გონებაში აზრს, რომ არ მიუტევო. რა იცი, მან რა გამიკეთა. გესმით? აი ზედაპირულად განსჯი. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჭეშმარიტებაზე ვირფასებო, ეს მოიცავს არა შენს შეხედულებას, შენს ქვეცნობიერებას, შენს ცოდნას, შენს ჩამოყალიბებულობას, არამედ იმას თუ რაც არის სინამდვილეში და რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე ვირფასებო. გესმით? ღმერთი ჭეშმარიტებაა. ჩვენ შეიძლება რაღაც ამდენი წლის რწმენიდან გამომდინარე რაღაც კუთხით და დონეზე გვიყვარს ღმერთი, მაგრამ სრულ ღმერთს ვერ გავიგებთ. ხო იცით, ერთი მეცნიერი თეოლოგი ირკვევდა, რომ აი ღმერთო, როგორ გავიგო და ჩავსვდე თუ ვინ ხარ შენ, რამხელა ხარ, როგორი ხარ. ლოცულობდა, სეირნობდა, მუხლებზე იყო თაყვანისცემაში, დადიოდა. ღმერთო გამეციო პასუხი, როგორ გავიგო ვინ ხარ და ზღვის სანაპიროზე დაინახა პატარა ბავშვი, რომელსაც აი ხო იცით ბავშვების სათამაშო ინსტრუმენტები რო არის, პატარა ნიჩაბი, პატარა ჭურჭელი, სხვადასხვა, სილაში სათამაშო რა. პატარა ორმო ამოთხარა ამ ბავშვმა თავისი ნიჩბით და აი ჭურჭლით იღებდა ზღვიდან წყალს და აი ამ ორმოში ასხამდა. იმ წამსვე ქრებოდა ის წყალი, იძირებოდა, იჟღინთებოდა ამაში და შეეკითხა ეს ბავშვი, რას ეკეთებოდა, მინდა რომ ეს მთელი ოკეანე ამაში ჩავასხაო. გესმით? აი როგორც საცერში არ ჩერდება წყალი ისე და ამ კაცმა დაიყვირა, რომ ეხლა მივხვდი, რომ როგორ შეუძლებელია ჩასწვდე ვინ არის ღმერთი. ვერ გაიგებ. და ღმერთი ჭეშმარიტებაა ვირფასებო. უამრავი ადგილია ბიბლიაში ამაზე.
მე დღეს ბევრ ადგილს ვერ მოვიყვან. ამენ. ამიტომ რომ ვერ დავიტევთ ამდენ სწავლებას ვიფასებო. მაგრამ მინდა რომ შენ გააგრძელო ეს, გამოიკვლიო, ისწავლო, არ მოშორდეს შენს თვალებს მისი სიტყვა. ამენ. სული წმინდა ჭეშმარიტება. სიტყვა გვეუბნება, ბიბლია ჭეშმარიტება, სახარების ჭეშმარიტება არ მიიღესო, მოციქულები ამბობდნენ. და რა თქმა უნდა, ყველაფრის თავი და თავი არის იოანეს მე-16 თავიდან მე-4 მუხლი რომ სადაც იესომ თქვა მე ვარ ჭეშმარიტება. ამენ, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და მამასთან ვერავინ ვერ მივა და ჩვენ ამ მოხს მერე ვნახავთ ვიფასებო. კარგით. რადგან ჩვენ არ გვაქვს ყველა მხარე მოცემული, ყველა კუთხე, ყველა წახნაგი ამ ყველაფრის ვიფასებო. ამიტომ მხოლოდ იმას ვხედავთ, რისი საშუალებაც აქვს ჩვენს თვალებს. შენ ვერ დაინახავ აი ამ სახლების იქით, იმ მთის იქით, თუნდაც შორს შეიძლება შეამჩნიო მთა, მთის წვერი, მყინვარი, მაგრამ იმის იქით შეიძლება იცოდე რა არის, მეახლოებით, გეოგრაფიულად, ტერიტორიულად. ამენ. რუქის მიხედვით. მაგრამ არ იცი რა ხდება. იმიტომ ჩვენ ესეთი შემოსაზღვრული დიაპაზონი მოგვცა ღმერთმა. ამენ. მაგრამ ნახეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღვიქვამთ სრულ ჭეშმარიტებას ყველაფრის. აქედან გამომდინარე, უნდა შევხედოთ ბიბლიასაც ზუსტად ასევე ძვირფასებო, რომ გავიგოთ და ჩავსწვდეთ. ჰალელუია. ამიტომ, რადგანაც ჩვენ ესეთი შექმნა უფალმა და ეს საჭიროა და საკმარისი, ის თავად გვეხმარება გაგვაგებინოს, რომ დავიჯეროთ თუ რა არის ჭეშმარიტება და რით? წმენის მეშვეობით. ჩვენ წმენით, წმენის თვალით უნდა დავინახოთ რა არის ჭეშმარიტება, ამას ფიზიკური თვალით ფაქტიურად ვერ დაინახავს ვერავინ. ამენ? იმიტომ რომ არის იესო ჭეშმარიტება. ჩვენ წმენით ვხედავთ მას. ამენ? ჩვენ ფიზიკურად ვერ ვხედავთ. ჰალელუია. არ უნდა ვხედავდეთ. იესომ არ თქვა რომ ილოცეთ რომ მე დამინახოთ. თან არ ვიცი, მაგრამ უფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ ისინი ხედავენ იესოს, ისინი ხედავენ ღმერთს. ძალიან საფრთხილოა ეს. უფალი არ ეცხადება არავის. ღმერთი არ უნახავს არავის. თქვი არავის. მოსესაც არ მისცა საშუალება ღმერთმა რომ მთლიანად დაენახა. ამენ. მაგრამ ის რჩებოდა ჭეშმარიტებად, ღმერთი არის, იყო და იქნება ჭეშმარიტება. ჰალელუია. გესმით ძვირფასებო, ძალიან ბევრი აი როგორც მე თევზესავით რომ უმატებს რაღაცას, რომ ამ ხელა თევზი დაიჭირა. ნუ შეიძლება რაღაც უნდა ან სხვას უნდა რაღაც აჩვენოს, რომ ცოტათი მაღლა დგას და მე ვიხილე, მე დავინა, ფრთხილი იყავით. გამოცხადებებშიც კი. რა არის გამოცხადება ძვირფასო? შენ ღმერთმა მოგცა ის, რაც შეიძლება გინდა ან მას უნდა რომ გაგაკეთებინოს. შენი დამსახურება და შენი დიდება ამაში არ არის. ამენ. ჩვენ კი არ ვიპოვეთ უფალე, მან გვიპოვა. ამენ. ძალიან ფრთხილად იყავით ამასთან დაკავშირებით და თუ გესმით ვინმესგან, შეგიძლიათ რომ მიუთითოთ რომ ეს აღარ გააკეთოს, აღარ გაიმეოროს. მე ჩემი პრაქტიკის მანძილზე ვიდრე თუნდაც ჩამოვიდოდი საქართველოში და უბრუნდებოდი, ბევრი მინახია თავისი ჩანაწერებით, აი ერთმა დიდი რვეული გადამიშალა რომ ნახე ჩემი გამოცხადებები და მე ეს ვიხილე, მე ის ვიხილე. ბიბლიას არ შეესაბამება არაფერი. გესმით? ჩვენ არ გვჭირდება რომ ვიხილოთ. მაშინ მორწმუნეები ვერ ვიქნებოდით. ჩვენ არ დაგვჭირდება რწმენა ზეცაზე, იმიტომ ყველაფერს ვიხილავთ, მაგრამ ვიდრე არაფერს არ ვხედავთ და ვერავის ვერ ვხედავთ. ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ და ვიარსებოთ წმენით, იმიტომ რომ მორწმუნე იცოცხლებს წმენით და არა ხედვით. ხედვით დაიღუპება მორწმუნე. ამენ, იმიტომ რომ ის ხედავს რაც უნდა რომ დაინახოს. ჰალელუია. და ესეთ შემთხვევაში უფრო მეტად ხედავენ გადაცმული იესოს. შენიღბული იესოს. და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ მე მინდა რომ გავიგოთ თუ რა არის ჭეშმარიტება ზვირფასებო და დიდება მას. ამისთვის რომ შესაძლებელია თუ მიუყვებით მას რომ გაგვაგებინოს. ჰალელუია. წმენა არის იმ უხილავის დაჯერება,
რაც არის სწორედ ჭეშმარიტება ძვირფასებო. ამენ. ქრისტეში ხო ხართ გადარჩენილნი? ხართ გადარჩენილნი? არის ეს ჭეშმარიტება? რა იცი რომ გადარჩენილი ხარ? ხედავ? შენ გწამს? მოყვებით? მისმინათ ყურადღებით. უფალი გვეუბნება, უფლის სიტყვა გვეუბნება, არის უფლის სიტყვა ჭეშმარიტება. ის გვეუბნება რომ შენ ხარ განკურნებული. არის ეს ჭეშმარიტება. შენ შეიძლება ვერ ხედავდე განკურნებას ხშირ შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს იმას რომ აღარ არის ჭეშმარიტება. ალო, მიხვდით რაში არის საქმე ძვირფასებო? უფალი ამბობს რომ გამართლებული ხარ. ხედავ ამ ჭეშმარიტებას. შენ წმენით უნდა დაინახო, დაიჯერო, მიიღო, აღიარო და ყველაფერს უარი უნდა უთხრა რაც ამ ჭეშმარიტებას წინააღმდეგება. ამენ. უფალი ამბობს რომ შენ ხარ მდიდარი, ის მდიდარი, უმდიდრესი, უმდიდრესი, წარმოუდგენელი და ზეციური სიმდიდრით. გაღარიბდა რომ მე და შენ ღარიბები გამდიდრებული ყავით. არის ეს ჭეშმარიტება. ხედავ? მაგრამ ჭეშმარიტებაა ეს და ამას ვერ დაინახავ. ჰალელუია. ამენ ძვირფასებო. და აი ნებისმიერი რამ. ამიტომ მოდი კარგად დავინახოთ ეს. იმ ჩვენი ძალიან შემოსაზღვრული გონებით, რომელსაც უფალი მოეხმარება, იმიტომ იმის ამბობს რომ შეიძლება გქონდეს ქრისტეს ტვინი, ქრისტეს ჭკუა და გონება. მოდი უფალს მოუხმოთ, ჩვენით ვერ გავიგებთ იმ ჭეშმარიტებებს, რასაც იესო გვასწავლის ძვირფასებო. ამენ. შეწყვიტე შენით გაგება ამის. ელემენტარული, გახსოვთ არქიმედემ ევრიკა ორ დაიყვირა. ამოგდები ძალა, რა ძალითაც აწვება ისეთივეთ პირიქით აწვება მას და რაღაც გამოცხადება მიიღო ძვირფასno. ელემენტარული, უფალი გაგაგებინებს თუ იკვლევ რაღაცას. მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ ჭეშმარიტებას მიხვდე რა არის და არა იმისთვის რომ რაღაც ჭკვიანი გახდე. ამენ. ხილად იყავით. დიდება უფალს ძვირფასებო. რასაც ვერ ხედავ, ის უნდა ირწმუნო. რა არის რწმენა? უხილავის დაჯერება. ამენ. შეწყვიტე იმისი რწმენა და დაჯერება, რასაც ხედავ და დაიწყე იმისი დანახვა, რისიც გწამს და მოგეხმარება ჭეშმარიტებაში. ჰალელუია. ძვირფასებო, რაღაც დანიშნულების ადგილამდე რომ მივიდეთ, ჩვენ გვჭირდება შუქი და ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ინსტრუქცია. შეუძლებელია ამის გარეშე, აი ელემენტარულად, რა შეჭირდება მანქანას შუქი? არაფერში. აბსოლუტურად არაფერში, მაგრამ არის აუცილებელი, იმიტომ რომ დაბნელდეს, მის გარეშე ვერ გადაადგილდები. მანქანას ვერ დაძრავ. არ არის სავალდებულო რომ შენ პირადად ყავდეს და იცოდე მანქანის ტარება რომ მიხვდე ამას. შენ თავი უბრალო წარმოიდგინე. დაღამდა და მანქანას არ აქვს შუქი. წავა? ვერ წავა. და ასევე თუ არ იცი მისამართი სადმე დიხარ. ანუ ინსტრუქცია, გზა სწორად როგორ მიხვიდე? მიხვალ? ვერ მიხვალ. ამიტომ აუცილებელია ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება ძვირფასებო. გახსოვთ კომედია ყველაზე სწრაფები. წამოვიდნენ, იცოდნენ რომ უნდა წასულიყვნენ სადღაც, ნუ იქ რაღაც ეს იყო პანაშვიდი თუ რაღაც, ხო? და არ იციან მისამართი. მე ტელეგრამა დეპეშა გაუგზავნეს. მისწერე თუ იციან მისამართიო და მაშინდელი დეპეშა ხო იცით დრო იყო საჭირო. დღეები. მისწერეს იცით? ელოდნენ და რამოდენიმე ხნის მერე პასუხი მოვიდა უხაროდ და იგენმა მოსწერეს ვიცით. მაგრამ მისამართი არ ეწერა. მისამართის დღეს ძაბერვი ქრისტიანი ცხოვრობს ასე იცის. მაგრამ არ იცის სად მიდის. მან იცის, მას აქვს შუქი და გონია რომ ეს შუქი მუდმივია.
ზეპასებო მუდმივი და საბოლოო ცოდნა უფლისგან არის, მუდმივი და საბოლოო შუქი უფლისგან არის. ის არის წყარო ამ ყველაფრის. შენ მის გარეშე ვერ შეძლებ. ნახეთ, ფსალმურში რა კარგი ადგილი გვაქვს. 53 მუხლი. გამოგვიგზავნე შენი შუქი და ჭეშმარიტება. რაში გვჭირდება უფლის შუქი და ჭეშმარიტება? დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველაფერი გვაქვს. შეგვიძლია შევიძინოთ, მივახციოთ. გამოგვიგზავნე შენი შუქი და ჭეშმარიტება, იმიტომ რომ არ არის საკმარისი რაც არის და რასაც არ უნდა მიაღწიოს დღეს მეცნიერება. ღმერთის შუქი ყოველთვის იქნება მოთხოვნადი ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს არის უსასრულო რესურსი. გამოგვიგზავნე შენი შუქი და ჭეშმარიტება, რათა გამიძღვნენ და მიმიყვანონ შენს წმინდა მთასა და სამკვიდრებელთან. ძვირფასებო, ვერაფერი ვერ მიგიყვანს მამასთან. სიწმინდის სამეფოში ღმერთის შუქისა და მისი ინსტრუქციის, ბიბლიის, მისი მორჩილების გარეშე გამორიცხულია. ადამიანებმა თვარეზე ავიდა ადამიანი, კოსმოსში დაფრინავს, ჩვეულებრივად, მაგრამ ვერავინ ვერ მივა მამასთან. ჭეშმარიტების გარეშე და ეს არის იესო ქრისტე. გესმით? აბსოლუტურად არის გამორიცხული. ბევრს ეგონა, რომ საკუთარი შუქით, საკუთარი ცოდნით, საკუთარი მეთი იქნებოდა კარგად. მაგრამ დაიღუპნენ. აი ის გმირები ბიბლიის, რომლებმაც კარგად დაიწყეს, დაიღუპენ. იმის გამო, რომ ეგონათ რომ მიაღწევდნენ. ამენ? გესმით? ის ძალიან კარგი და შეიძლება ზოგჯერ შეგეცოდეს, რომ რატომ მოხდა ეს, ან ბიბლიაში რა უნდა ამ ანტიგმირებს, უარყოფით პერსონაჟებს. სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გავიგოთ, რომ გადაწყვიტეს საკუთარი მეთი სამართლიანობის მიღწევა. გაგება უფლის დახმარების გარეშე და რწმენის არქონით შეეცნოთ რა არის ჭეშმარიტება. დღეს ბევრს გონია ესე და უჯერებენ ვითომ ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში არ არის ის ჭეშმარიტი ღმერთი. ზოგი პირდაპირ ესე ამბობს, მე ჭეშმარიტ ღმერთზე მინდა გიამბო. ძვირფასებო, ეს რასელისტები, რომლებმაც დაერქვეს იეღოველები, დადიან ზოგჯერ კარდაკარ, თავიანთი ორგანიზაცია აქვთ და არ ვიცი, დასაწყისში ჩვენზეც ამბობდნენ რომ იგივენი ვართ და ნახეთ, უნდათ ჭეშმარიტ ღმერთზე ელაპარაკონ ესეთი განაცხადით. მაგრამ ვინც არის ეს ჭეშმარიტი ღმერთი, იმას არ ღებულობენ. წარმოგიდგენია ამაზე დიდი აბსურდი თუ შეიძლება იყოს. მე მინდა გელაპარაკო შენ ჭეშმარიტ ღმერთზე და ვინ არის ეს ჭეშმარიტება? იესო ქრისტე. არ ცნობენ იესოს როგორც ღმერთს. რაღაც ძალა არისო. წარმოგიდგენია ძვირფასებო. ხო გებულობთ არა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც წინააღმდეგი არა ვართ არავის. ჩვენ ჭეშმარიტება გვწამს. ჩვენ ჭეშმარიტების მიმდევარი ვართ. ჩვენ ვაღიარებთ ჭეშმარიტებას აბსოლუტურად. რომ ის უბიწოდ ჩაისახა. ჰალელუია. განკაცებული ღმერთია 100%-იანი. ღმერთი და 100%-იანი კაცი მოვიდა. ეცვა ჩვენს ნაცვლად ჯვარზე, მოკვდა. ჰალელუია. ჩავიდა ჯოჯოხეთში. აღსდგა მკვდრეთით. ქრისტე აღსდგა. ამენ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. რო გახვალ უთხარი ეგ დღეს ხალხს. და იფიქრებს ბიჭო ხო არ გამომეპარა. თითქოს 20 აპრილს არის. ცოცხალია ბუდამ იესო. ამენ. დიდება მას. ამიტომ ჩვენ რისი გვწამს? როგორ შეიძლება რაღაც იქადაგო და არ გჯეროდეს თავად? მე არ ვიცი ამაზე დიდი აბსურდი თუ შეიძლება არსებობდეს. ესეთი იუმორიც არის ხო ძვირფასებო? კი დაგიამბო ჭეშმარიტ ღმერთზე. იუმორინებში იყო. აი ესე გწამს იესო რომ ჭეშმარიტება. კი ბატონო, მაშინ მოგისმენ. ამენ.
შენ გწამს რომ იესო, იმიტომ რომ იესო თქვა მე ვარო ჭეშმარიტება. გწამს ბიძიკო რომ იესო არის ჭეშმარიტება? თუ გითხრა კი, თქვა მაშინ მოგისმენ. თუ არა აბა რა ჭეშმარიტებაზე უნდა გითხრას. ჰალელუია. ესეთებიც ხდება ძვირფასებო. და უცოდინარობის გამო აი ამ ჭეშმარიტების ეგება ხალხი ეშმაკის ბადეში. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იესოს გარდა არავინ არის ჭეშმარიტება ძვირფასებო. ამიტომ უნდა სწავლობდე ბიბლიას და ასრულებდე ბიბლიას. ამენ. რომ რატომ უნდა სწავლობდე ბიბლიას? რომ ან ორიგინალს რომ ადვილად გაარკვიო რა არის სიცრუე. ჩვენ იმიტომ გვჭირდება ჭეშმარიტება, რომ არ მოუტყუვდეთ სიცრუეში, იმიტომ რომ ეშმაკის სიცრუის მამა ის ცრუ არის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეცდება რომ იცრუოს, როგორც წინა კვირას გავიხსენეთ დაბადების მეოთხე თავიდან. ჩასაფრებულია კართან. ამენ. შენი ცხოვრების კართან. მოდით ნახოთ შემდეგი მოსაზრება. ბიბლია შეუძლია დაგჭრას ჭეშმარიტებით, მაგრამ ის არასოდეს არ განუგეჟებს სიცრუით. ბიბლია გჭრის, შეიძლება გწყინს რაღაც, ხილება არ მოგწონს, მაგრამ ის არასოდეს არ გადაგისვამს თავზე ხელს და არ მოგეფერება, იმიტომ რომ ეს სიცრუეა. შეიძლება განუგეშოს სიცრუე, მაგრამ საბოლოო ჯამში დაგღუპავს. რა მაგარია ძვირფასებო ღმერთი. აი ეს არის ჭეშმარიტება. ამენ. იმიტომ ზოგს რა გქონია ჭეშმარიტება, იცით? ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ეს გვინდა, მაგრამ უფალმა იცის და ის განაგებს ყველაფერს. ჰალელუია. ქება მას. რელიგია არ არის, არ იქნება და ვერასოდეს ვერ გახდება ჭეშმარიტება. ბევრი დღესასწაულებია ძვირფასებო. უცოდინარობის გამო იღუპება ჩემი ერი. ყველას აქვს თავისი რაღაც მწამსი. ასრულებს წინაპართაგან გადმოცემულ გზებს. მაგრამ ერთია ჭეშმარიტება. ეცე ერთადერთი ვინც გაბედულად განაცხადა რომ ის არის ჭეშმარიტება ყველა დანარჩენს შორის, რითაც დაამტკიცა რომ ყველა დანარჩენი ცრუა და არასწორი, არასამართლიანი. ეს იესო ქრისტეა. რატომ არის ქრისტიანობა? არა რელიგია, არამედ ქრისტეს მიმდევრობა, ჭეშმარიტება ძვირფასებო. იმიტომ ის ცოცხალია. ამენ. მოდით ნახოთ შემდეგი, ძალიან საინტერესო. რატომ არის ჭეშმარიტად და ჭეშმარიტებაო ეს ქრისტე და ქრისტიანობა? იმიტომ რომ მუხამედი მკვდარია, კონფუცი მკვდარია, ბუდა მკვდარია. ეცი, ჩვენ კი არ ვკლავთ რაღაც ზიზღი. იყო ადამიანი, დაიბადა, აღესრულა და არსებობს საფლავი. მაგრამ იესოს საფლავი ცარიელია. ჰალელუია. აი რატომ არის იესო ჭეშმარიტება? ამენ. ძვირფასებო, მე მგონი ბონკეს აქვს ნათქვამი, რომ სიცრუე რო დამარხო, მოკვდება, მაგრამ ჭეშმარიტება რო დამარხო, აღსდგება და გაცოცხლდებაო. ამენ. რამდენი სიცრუე იყო და აღარ არის, არ იქნება. დამარხეს ჭეშმარიტება, აცვეს ჯვარზე იესო, ეგონათ რომ უკვე დიმპიტაური ემზადებოდა, ჯილვეროი ნანაიდა, განდაგანის ცეკვა, ხოჭ ეს არის მთავარი, რაც ააღებს კონცერტებს. მაგრამ ნაცარში ჩაუვარდა თქოზე. ჭეშმარიტება აღსდგა და ცოცხალია. აი ამიტომ გაბედულად შეგიძლია თქვა, რომ შენი უფალი იესო არის ჭეშმარიტება. რატომ? იმიტომ კი არა რომ შენ ბძულს ვინმე და სხვა, იმიტომ რომ ის ცოცხალია, რადგან დანარჩენები არ არიან. დანარჩენები, როდესაც ყველა დანარჩენი და კიდე ძალიან ბევრი რელიგიის, ესე ვთქვათ, წინამძღოლი, როდესაც აღსასრული მოვა
და ყველა აღსდგებაო ბიბლია ამბობს. ხო ვიცით არა? აღდგომის დროს პირველ რიგში ქრისტეში გარდაცვლილნი აღსდგებია. ამიტომ თუ შენი დრო ახლოვდება, მოასწარი და ქრისტეში წადი იქეთ. ამენ? შემდეგ ვინც დაკრძალულია, იმაზე არის საუბარი, ჩვენც შევეგებებით, მაგრამ ნახეთ ძვირფასებო, აი ამ ბოლო სასამართლოზე ყველა იქნება იესოს წინაშე დამდგარი. ანგარიშის ჩასაბარებლად, იმიტომ იესო მიიღებს. ამენ, ამ საბოლოო გადაწყვეტილებას ყველანი, ვისაც პრეტენზია ქონდა რაიმეზე, დადგებიან იესოს წინაშე, იმიტომ ისინი აღსდგებიან. მე არ ვიცი, მათ მოასწრეს თუ არა ამ ჭეშმარიტების აღიარება სიკვდილის წინ. მერე უკვე გვიანია. ვერ ვიტყვი, რომ ის ჯოჯოხეთში მიდის, ეს ჯოჯოხეთში მიდის. ეს არ არის შენი საქმე. ამენ? თუ შენ ფიქრობ, შეგიძლია თქვა, რომ მე ვფიქრობ ესე. მაგრამ ისე არ იქადაგო არაფერი, რომ ხალხს მოახვიო თავზე რაღაც. ხელად იყავი. ამენ? მაგრამ ყველანი დადგებიან მის წინაშე ძვირფასებო. და ეს ჭეშმარიტება, რომელიც იესოა, მიიღებს ამ სასამართლოს. ჰალელუია. დიდება ჩვენს უფალს. ამენ. უდიდესი მოვლენა. როდესაც თითქოს ყველაფერი დაწყნარდა და ღმერთმა რჯული მისცა მოსეს, მხოლოდ განსაკუთრებული ხალხისთვის იყო ძვირფასებო. ანუ მისი რჩეული ერისთვის, ებრაელებისთვის, ძველ აღთქმაში. მაგრამ უფრო დიდი მოვლენა არის ის, რომ ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით მოგცა ჩვენ მადლი და ჭეშმარიტება. ამენ. ძველ აღთქმაში რჯული, რომელიც განსაკუთრებული ხალხისთვის იყო, ახალ აღთქმაში მადლი და ჭეშმარიტება. ესეც განსაკუთრებული ხალხისთვის არის, მაგრამ ყველასთვის, ვინც ამ მადლში შევა და გაყვება ჭეშმარიტებას და ავტომატურად მიატოვებს ყოველგვარ სიცრუეს. იოანეს 1:17 მოდით ნახოთ. ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა ძვირფასებო. გებულობთ? მადლი და ჭეშმარიტება. დღეს ახალი მადლია. ამენ. რომელშიც საჭიროებთ დიდება ღმერთს და ჭეშმარიტება, რომელიც არის იესო ქრისტე. ჰალელუია. ეშმაკის სიცრუეს რომ ლაპარაკობდეს მთლიანად და სრულებით, არავინ არ დაუჯერებს. ეხლა რომ ადამიანი გავიდეს და რაღაცები დაიწყოს, რომ მე ახლა უცებ ფრთები გამომებმება, ამიტომ უნდა მირწმუნო, მე ღმერთის მოციქული ვარ. არავინ არ დაგიჯერებს. ამენ. ამიტომ იცით ეშმაკის სტრატეგია როგორია ძვირფასებო? ის სიმართლეს გახსენებს ბიბლიიდან და ცოტათი სიცრუით ამარილებს, რითაც ნელ-ნელა გაჩვევს ამ გემოს და გაცდომებს. მთლიანად არ მოდის და არ გეუბნება. არავის არ ეტყვის ეშმაკი, რომ იესო არ არის ჭეშმარიტება, ეს სიცრუეა. არავინ არ დაუჯერებს, ყველა სიცილს დააყრის. მან შეიძლება თქვას, კი, ეს არის, მაგრამ ნახე, ესეც არის. რა უთხრა ევას? ეს სიცრუე და სისულელეა, რაც ღმერთმა გითხრა. არა, კი, ეს ესე არის, მაგრამ ნახე, სუნთლად არ არის ესე. აი ესეც შეიძლება. აი ესე რო არ იყოს მოტყუებული ადამიანი ძვირფასო, არ გამოტოვებს კრებულს ღმერთის. ცოტათი რაღაც შეიძლება, გესმით? ცოტათი. სულ ცოტათი. რაც არის ყველაფრის დასაწყისი. ყველაფერში. მოდით ნახოთ შემდეგი. ყველაზე საშიში სიცრუე. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც მცირედ დამახინჯებულია. ეს უარესია ვიდრე სიცრუე. სიცრუით არავინ არ მოდის შენთან. არის იქ ჭეშმარიტების ელემენტები, მაგრამ პატარა სახეცვლილი. გესმით? სულ პატარა ერთი წვეთი შხამი დაღუპავს ადამიანებს. ბევრ მოცემულობა სითხეში, მასაში. ერთი პატარა დამპალი მანდარინი დაალპობს
ასობით მანდარინს გვერდით. მიხვდით? ცუდი საზოგადოება რყნის, კეთილზნე, ჩვევებს. მოშორდით ცუდ კომპანიებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. გაიგე და გაითავისე. დერეკ პრინსს აქვს ეს ნათქვამი ძვირფასებო, ძალიან საინტერესოა, რომ ის გეუბნება სიმართლეს, მაგრამ ცოტათი ურევს სიცრუეს. ეშმაკს უნდა რომ სიბნელეში დაგტოვოს, სიცრუეში დაგტოვოს. ასევე დერეკს აქვს ნათქვამი, რომ ის ვინც სიბნელეში დადის, მას ვერ წმინდავს იესოს სისხლი. ვინც სიბნელეში, ურჩობაში დადის, თავნებობაში დადის, იესოს სისხლი ვერ ასაფთავებს და ვერ წმენს. იესოს სისხლმა გაანთავისუფლა მორჩილნი დაღუპვისგან, იხსნა. გახსოვთ ხო? ვინც დაუჯერა და სცხო კრავის სისხლი კარებს, ის გადარჩა. ამენ. ცოდნა რომ იესოს სისხლი ძლიერია ვერ გიხსნეს. შემდეგ გამოიყენო, ანუ დაემორჩილო. ჰალელუია. მოინანიე და გახდი მოსწავლე. დარჩი ერთგული. ამენ. ჰალელუია. მისი სიტყვის ერთგული ჩაეჭიდე და ჩაიდოს. აი როგორც ლურსმნით აჭედებ ამ თავისუფლებას შენში. ჰალელუია. და განთავისუფლდები. ნახეთ. კარგი მოსაზრებაა კიდე ძვირფასებო. რაც უფრო ღრმად არის ლურსმანი კედელში, მით უფრო დიდ სიმძიმეს აიტანს. რაც უფრო ღრმად არის შენში ჭეშმარიტების შეცნობა, მით უფრო ბევრ განსაცდელს გადაიტან. ამენ. ოდნავ ჩააჭედებ, ძიმე ტვირთს ვეღარ გაუძლებს, მაგრამ თუ ღრმად ჩააჭედებ. ხომ ესეა პრაქტიკაში ძვირფასებო. ამენ. ჭეშმარიტებაც რაც უფრო ღრმად შედის შენში. განსაცდელები რომ მოდის, იცი როგორ ხვდები? ვაი და ვუი კი არა. ჰალელუია. აი ეხლა მივხვდი, რატო ამბობს ღმერთი, რომ იხარე განსაცდელის დროს. არ ხარობ განსაცდელის დროს? ესე იგი, აი ტკივა და არ გინდა ჭეშმარიტება რომ შემოვიდეს. იმიტომ ჭეშმარიტება ძვირფასებო. დასაწყისში როგორც ჩვენ თქვით, ღმერთიც არ მოგეფერება, იმიტომ რომ რაღაც არ დაკარგოს. ის გატკენს. იცით ხო? წამალი და ნემსი არ არის საყვარელი და ტკბილი. ის მტკივნეულია, მაგრამ მოგარჩენს. ამენ. ტყუილი. შეიძლება სასიამოვნო, არაფერი არ მოგივა, კარგად იქნები, მაგრამ დაგოპავს. ამიტომ ფრთხილად იყავით. დიდება მას. იოანე 8:31-32 მუხლები უცნობილესი ადგილი. მაშინ იესომ იმ იუდეველებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს, თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. მოდით ძვირფასებო, ყველა მე ერთხმად ხმამაღლა, წავიკითხოთ ეს ორი მუხლი. 3-4. მაშინ ხმამაღლა. ერთი წოდით, ყველამ ერთად თქო. მაშინ იესომ ჰალელუია. ძვირფასებო, ნახეთ, გინდა განთავისუფლება. ჭეშმარიტება ღრმად უნდა ჩაუშვა შენში, ის მტკივნეულია. ამენ. ხილება მტკივნეულია. მაგრამ ვერ განთავისუფლდები. ვერ განთავისუფლდები თუ არ მიიღებ მას. ნახეთ, თუ ხარ მოსწავლე იესოს, თუ მოსწავლე ხარ, მაშინ ერთგული ხარ შენი მასწავლებლის. ალო. თუ მოსწავლე ხარ, ერთგული ხარ და ნახეთ, როგორ მიხვდე რომ ქრისტიანი არის მოსწავლე. ერთგული. ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს, რომელზეც მინდა ახლა
გაგეხსნას თვალები და თქვა ვაუ. ნახეთ. ჭეშმარიტება რომელსაც ღებულობს ადამიანი რომ იყოს ერთგული ის რჩება. ჭეშმარიტება არ მიდის. ამენ. მოსწავლე არ მიდის, ის რჩება. იმიტომ ერთგულია. ამენ. და ვინც ერთგულია, ის არ წავა. ვინც მიდის, ის არ არის ერთგული. მიაქციეთ ყურადღება. თუ ჩემს სიტყვაში დარჩები, რას ნიშნავს დარჩები? ესე იგი ერთგული თუ იქნები. ერთგული ფეხს არ მოიცვლის თავისი ადგილიდან, სადაც მოუწოდა უფალმა. რა მაგარია ჩვენი ღმერთი. ჩემთვის ეს სიტყვა არის გამხნევება ძვირფასებო. რაც არ უნდა მოხდეს. როგორი სიმძიმეც არ უნდა დაკიდონ ჩემზე. და უფრო მაგრად ჩამაჭედოს ჭეშმარიტება უფალმა, რომ უფრო ღრმად შევიცნო ის, იმიტომ რომ გადავიდა. გესმით ძვირფასებო? აი რაში არის ჭეშმარიტება? იმიტომ რომ მოსწავლე თუ ის ჭეშმარიტია, თუ ის ერთგულია და ერთგულების პრინციპი რა არის? ის არ მიდის. არ არსებობს. ამენ? შენ ხარ შენი მეუღლის ერთგული? შეიძლება არ არის ჰარი ჰარალოზე ცხოვრება შენი და შეთანხმება, სიამტკბილობა, მაგრამ ხომ რჩები? ამენ? გესმით? ნუ მეუღლეები ძალიან ჭკვიანად უნდა იყვნენ ძვირფასებო და გაუფრთხილდნენ ერთგულებას. თუ არ იქცევი სწორად, ამ შემთხვევაში შეიძლება. მაგრამ იმის გამო რომ შენ ვერ აიტანე ჭეშმარიტების შეცნობა, ეს ერთგულება აღარ არის. ერთგულები იტანენ, უძლებენ და იმარჯვებენ. გესმით? შეიცანი ჭეშმარიტება და გაგანთავისუფლებს. ნახეთ, ეთქვათ იმუშავე და დაგესვარა ხელები. რა გაანთავისუფლებს შენს ხელებს? რა? წყალი და საპონი. წყალში რომ შეუშვირო ეს ხელი და დატოვო 3 საათი, გასუფთავდები? საპონი გქონდეს საუკეთესო ხარისხის და სუნის თაროზე, გასუფთავდები? შეიცნო რას უნდა აიღო იქ საპონი? სველ ხელზე კარგად წაუცხო? ხო? ამუშაო? მერე კიდევ წყალი, მერე კიდე და მერე სუფთავდები. ასეა ჭეშმარიტება ძვირფასებო, შენ უნდა შენში გაატარო, გამოატარო. იწვნიო ეს სიმძიმე, ეს ტკივილი, ეს დამცირება. რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ ქვეყნიერება სხვა რამეს თავაზობს, იქ პატივს თავაზობს, მოფერებას, შენ რა მაგარი ხარ. რატომ? იმიტომ რომ წავიდეს. იმიტომ ჭეშმარიტება არ მიდის და ერთგულია. თუ შენ არ ხარ ამაში, თუ ამ ჭეშმარიტების ლურსნით დაბმული, მიჭედებული, ჩაჭედებული არ ხარ უფლის ხეულში, სადაც გადარჩენა საბოლოო. მაშინ ტერი წაგიყვანს, გესმით ძვირფასებო? ძალიან ადვილად. იქ პატივს არ მოგაგებენ და ის გაძლევს პატივს, რომელიც სავალალოდ მთავრდება. გაუფრთხილდით ამას. ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს თუ გამოიყენებ. სხვანაირად, თუ იცი ჭეშმარიტება, ეს არაფერს არ გიზამს. როგორ არის იცით ეს ძვირფასებო? მე ვიცი ჭეშმარიტება, შეიძლება ვქადაგებ ამ ჭეშმარიტებას, მაგრამ შენ თუ არ იცვლები და იგივე ხარ. მერყეობ და სულიერი როგორც ერთი თვალი იქით იყურება, მეორე აქეთ. კვირას აქ ხარ, დანარჩენი დღეები დაბოდიალებ სადღაც. შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ყველაფერი გონებრივად იწყება. მე რა უჭირს კაცს. დაგიძახებენ, გამოდი. თოკით ვერ გაგიყვანებენ, როგორც თოკით არ მოყავხარ ეკლესიაში. შენ უნდა გადადგა ნაბიჯი. ამენ. შენ უნდა წახვიდე. დიდება მას. დიდება მას. ჭავჭავაძეს როგორ აქვს ნათქვამი, ხო გახსოვთ? მოყვარეს პირში უძრახე, ტერს პირს უკანაო. დიდება უფალს. ჰალელუია.
სიბნელის ნაყოფია ძვირფასებო, ნახეთ ურჩობა, მერყეობა, ორგულობა, ბოროტება, უწმიდურება და სიცრუე. მოდით ნახოთ რა არის სინათლის ნაყოფი. ეფესელების მეხუთე თავში. რადგან სინათლის ნაყოფი სიკეთეში, სიმართლეში და ჭეშმარიტებაშია. ანუ სამართლიანობა არის ვიფასებო, გესმით? ორიგინალი ლაპარაკობს სამართლიანობაზე აქ. ნაყოფი სინათლის. შენ თუ სინათლეში ხარ, აუცილებლად, როგორც ვერ დამალავს ხე თავის ნაყოფს, იმიტომ ის იზრდება. შეიძლება პატარა რო არის არ ჩანს და ათვალიერებ. მაგრამ სინათლეში თუ ხარ, აუცილებლად გამოჩნდება სიკეთე, სამართლიანობა და ჭეშმარიტება შენში. არ დაიმალება. ამიტომ აქ შეიძლება ჰალელუიას იძახდე და ამბობდე, მე რა კარგი ვარ, იცი? აი სახში როგორი ხარ? აი რო დაიაროს მეზობლები, ოჯახის წევრები, უფალმა და გამოკითხოს როგორ იქცევი სახლში. ვინ ხარ, სიმართლის ნაყოფი თუ სიბნელის მაშინ? ამიტომ აქ ხმა გაკმინდე და უფალს უთხარი მაპატიე. ამენ? ჰალელუია. არ გჭირდება თავის მართლება შენ. აზრი არ აქვს თავის მართლებას. იმიტომ რომ იესო იტყვის ბოლოს მართალი იყავი თუ არა. გესმით? ამიტომ იქ დაფარულში მოიქეცი ჭკვიანურად. იქ დააჭირე ენას კბილი. იქ გააჩერე შენი ფეხები სახეტიალოდ. იქ გააჩერე შენი ხელები არასწორი საქმის საკეთებლად. შენი თითები, რომელიც უკვე ნახე, ალბათ მომავალი თაობის თითები რომ დაიბადება და ეგრევე სენსორული თითები ექნება. მიაქციეთ ყურადღება. არ შემოუშვა არაფერი ჭეშმარიტების გარდა შენ ცხოვრებაში. იფიქრე, როგორც ფილიპელებში წერია, რაც ჭეშმარიტებაა. ამენ? რაც ჭეშმარიტება არ არის, იმაზე არ იფიქრო. ალო? რაც არ არის ჭეშმარიტება, იმაზე შეწყვიტე ფიქრი. იან ჰუსავს საოცარი გამონათქვამი ძვირფასებო. ნახეთ რას ამბობს ის. ეძებე ჭეშმარიტება, ისმინე ჭეშმარიტება, იქადაგე ჭეშმარიტება, შეიყვარე ჭეშმარიტება, დარჩი ჭეშმარიტებაში, დაიცავი ჭეშმარიტება სიკვდილამდე. ერთ-ერთი პირველი რეფორმატორი. კბილებით დაიცავი. ამენ? თუ იცი ჭეშმარიტება ეს ვერ შეგცვლის, თუ არ იცვლები და იცი ჭეშმარიტება, ეს არ არის რომ ჭეშმარიტება იცი. შენ სულ სხვა ჭეშმარიტება გწოდნია მაშინ, იმიტომ რომ ჭეშმარიტება თუ იცი, აუცილებლად ცვალებადე იქნები უკეთესობისკენ ღმერთის თვალში, ხალხის თვალშიც და არა მერყევი. ჭეშმარიტების ნაყოფი ძვირფასებო არის კურთხევა და წარმატება. მოდით ერთი მოსაზრება ვნახოთ. ჯობია ილაპარაკო ჭეშმარიტება, რომელიც ტკივილს და უსიამოვნებას აყენებს, მაგრამ მერე კურნავს, ვიდრე ილაპარაკო სიცრუე, რომელიც ამშვიდებს, მაგრამ კლავს. საინტერესოა. ამენ? როგორ ვუთხრა ადამიანს. თუ ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობ, სიმართლესაც ვერ იტყვი. და ფაქტიურად გამოდის რომ ცრუობ. ამენ? ამენ. მეორე ნეშტთა 31 თავში ორი მუხლი მინდა გაჩვენოთ მეფეზე. ასე მოიქცა ჰისკია გუმთელს იუდაში და გააკეთა ის რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის თავისი ღვთის წინაშე. ყველა საქმეში რაც კი წამოიწყო ღვთის სახლის მომსახურებისთვის, რჯული იყო თუ მცნებები, ყველაფერში მთელი გულით ეძებდა თავის ღმერთს და წარმატებას აღწევდა. ნახეთ, გინდა წარმატება? გინდა წარმატება? ნახეთ, აქ არის გასაღები ძვირფასებო. სამართლიანად და ჭეშმარიტად აკეთე ყველაფერი.
და ღმერთი იქნება შენთან თუ მთელი გულით გააკეთებ. ეცე მადლობა ღმერთს, ეკლესიას ყავს ადამიანები, რომლებიც საქმეს მთელი გულით აკეთებენ. და როგორ ჩანს ის, ვინც მთელი გულით არ აკეთებს, იცით? აკეთებს გაკეთებისთვის, ნუ კარგი. გავაკეთებ. თუ მთელი გულით დაიწყებ კეთებას, ახლოს ხარ ჭეშმარიტებასთან და ღმერთი წარმატებას მოგცემს. ამენ. შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას. წარმატება არ არის რაღაც საფეხური, რომელსაც აი აქამდე ამოვედი, მერე კიდე აქეთ და აი კიბესავed. ეს არის ის, სადაც შენი მთელი გულით მიპყრობა ქმნის საფეხურებს წარმატებისკენ. და არა ფიზიკური, ვიზუალური ძვირფასება. დიდება მას. იოანეს მე-14-ის 6. უთხრა იესომ მას, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის თუ არა ჩემით. რატომ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება ძვირფასებო? მამასთან რომ მივიდეთ. ალო? რაში გვჭირდება ჭეშმარიტება? ვიცხოვროთ პატიოსნად, კეთილსინდისიერად. ეს ვერ მიგვიყვანს მამასთან. ეს თანმხლებია და აუცილებელი, მაგრამ მამასთან მიგვიყვანს რა? თუ ამ ჭეშმარიტებას მივყვებით. მიდიხარ მამასთან. გინდა შენი ოჯახი მამასთან მოხდეს. მიდის შენი ოჯახი მამასთან. თუ სხვა მამასთან მიდის, მამონასთან. მამონასაც მამა და ღმერთი უწოდა. იესო. ძალიან ბევრი იქ მიდის. ძალიან ბევრისთვის ეს არის ფული, ღმერთი. და კიდე რაღაცები, მატერიალიზმი. სად მიდის? შენ სად მიდიხარ? ესეთ შემთხვევაში, იმიტომ თუ ჭეშმარიტებას არ ელაპარაკები შენს ოჯახს, ცრუობ. ნახეთ, რა არის ჭეშმარიტება? ის გატკენს, მაგრამ შენი ხსნისთვის. ყველაფერი კარგად არის. ეს დაღუპვა არის. მამასთან ვერავინ ვერ მივა ჭეშმარიტების გარეშე. ვინც მიყვება ჭეშმარიტებას, ის მივა. ვინც მთელი გულით აკეთებს, მის კვალში დგას, მის გზაზე დადის, იმიტომ იესომ თქვა ვარ გზაო. მის კარებში შედის, იმიტომ იესომ თქვა მე ვარო კარი. სხვა გზა, სხვა კარი არ მიდის მამასთან. ჭეშმარიტების გამო უფალი გინაზღაურებს ზარალს. გესმით? შვილები არიან რეგულარულ ჭეშმარიტებაში? რაში არიან შვილები? ძვირფასებო. ნახეთ რა საინტერესო ადგილია. მეორე იოანე 1:4. მეორე იოანეს წერილი 1:4. მეორე იოანეს. დიდად გავიხარე შენ შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი რომ ვპოვე, როგორც მამისგან მივიღეთ მცნებად. აი რა ახარებს უფალს შენ შვილებში. შეიძლება დღეს ყველა არა, მაგრამ 1-2 მაინც, არ ვიცი რამდენი გყავს. ვიღაც მაინც რომ ჭეშმარიტებაში დადის. გესმით, აი ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ვიყოთ ჭეშმარიტებაში, მაგალითი მივცეთ შვილებს, რომ ვართ ჭეშმარიტებაში და ისინი ჭეშმარიტებაში მივიდნენ. საბოლოოდ დიდად გავიხარეო. ნახეთ სპერჯენის გამონათქვამი ძვირფასებო და ალბათ მოვრჩეთ ამით. იყავი გულწრფელი. თუნდაც ამ ჭეშმარიტებამ სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს სჯობს, დარჩე სასოწარკვეთილებაში, ვიდრე ელოდე იმედების ასრულებას სიცრუეში. დღეს ხალხი სიცრუეში ელოდება, რომ რაღაც აუსრულდება, არასწორში, ჭეშმარიტება რო არ არის. ნუ მოატყუებ შენს თავს და სხვასაც. იცხოვრე მხოლოდ სიმართლით. რა არის სიმართლე? ძვირფასებო, უფალი. არაფერში არ არის და არავისში არ არის ხსნა, გარდა იესო ქრისტეში.
ამიტომ მე გთხოვთ და მოგიწოდებ თქვენ, რომ ყველაფერი გვერდზე გადადოთ. ჭეშმარიტებას ჩაეჭიდოთ. ამენ. ჭეშმარიტება. იესო ქრისტე, რომ გვესმას ვკითხულობდეთ რწმენისთვის, მის სიტყვას, წმინდა წერილს, იმიტომ მოსმენისგან არის სიტყვა და მწმენით, წმენის თვალით ვხედავდეთ ჭეშმარიტებას ვირფასებო. ამენ. იმიტომ რომ ჭეშმარიტებაში არის გადარჩენა. ჭეშმარიტება გადაგარჩენს შენ და მთელ შენ სახლს. და ყველა გადარჩენილმა თქვა ჭეშმარიტებაში. ამინ. უფალს ვირფასებო, მოდით წამოვიდეთ.